დევნილი მოსახლეობის პრობლემების საცხოვრებელ ადგილზე შესწავლა გრძელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მუხიანში, კერესელიძისა და ნოზაძის ქუჩებზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. თენგიზ ნასარიძემ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ პირებთან ერთად განიხილა ადგილზე არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მთავარი მიზანი დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით ვაგრძელებთ ინტენსიურ შეხვედრებს ჩვენ დევნილებთან. რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია კომპაქტურ დასახლებებში ყოფილი დევნილები. მუხიანში და გდანში არსებულ დასახლებებში არის გადახურვის პრობლემა, შიდა საერთო სარგებლობის სივრცის კეთილმოწყობის პრობლემა. უმოკლეს ვადებში მათი მოგვარება დაიწყება, რათა ჩვენმა დევნილებმა ღირსეულ და კეთილმოწყობილ პირობებში იცხოვრონ. ძალიან კმაყოფილი ვარ პირველ რიგში დღევანდელი შეხვედრით, იმიტომ რომ რა პრობლემებიც მქონდა მოსახლეობამ გავაცანით და იმედი გვაქვს, რომ ყველა პრობლემა ნელ-ნელა მაინც გადაიჭრება. კარგი არის, რომ აფხაზეთის მთავრობაც და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატიც გვეხმარება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.